რაც შეეხება ამ განცხადებას ბატონი მიხეილი და მე წარმოვადგენთ დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირს კონსტიტუციის 78 მუხლი. ჩვენ ვართ ორგანიზაცია, რომელიც დეკემბრის თვიდან, ანუ წინა წლის დეკემბრის თვიდან ფუნქციონირებს და გააერთიანა ის საჯარო მოხელეები, რომლებიც აი ამ რეპრესიების შედეგად იყვნენ გათავისუფლებული საჯარო სამსახურებიდან, მათ შორის ჩვენი წევრები არიან ასევე მოქმედი საჯარო მოხელეები და იმ განცხადებას, რომელიც თქვენ ახლა ახსენეთ, ჩვენი ორგანიზაცია რამდენიმე დღის წინ ზუსტად გამოეხმაურა და ძალიან მკაფიო მესიჯები იყო აქ გაჟღერებული. დიახ, ისე აღიქმება ამ ეტაპზე ეს ყველაფერი, რომ საჯარო მოხელეები არიან ანუ მოდი ესე ვთქვათ, მართველი პარტიის, მართველი ძალის მიერ ესე აღიქმება, რომ საჯარო მოხელეები არიან მათ პირად მსახურებაში, პარტიის პირად მსახურებაში. ამერიკელებს აქვთ გამოთქმა ესეთი, რომ we are public servants, not party servants. ანუ ჩვენ ვართ საჯარო მოხელეები და არა პარტიის მსახურები. საჯარო მოხელეები, ადამიანები, რომლებიც ბევრი წელი მუშაობდით საჯარო სამსახურში, ბატონი მიხეილი 10 წელზე მეტი მუშაობდა საჯარო სამსახურში, მე 27 წელი მუშაობდი საჯარო სამსახურში. ჩვენ ეს კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული და მე ხა ცოტა სასაცილო ჟღერს, მაგრამ მუშაობდი როგორც შევარდნაძის მთავრობაში, ისე სააკაშვილის მთავრობაში და ისე ამ მთავრობაშიც მათ შორის და არასდროს არ ყოფილა ჩემი ასე ვთქვათ პარტიული კუთვნილება არ მქონია, იმიტომ რომ მე ვემსახურებოდი სახელმწიფოს, მე ვემსახურებოდი ქვეყანას და ეს დამოკიდებულება არის ძალიან ნათელი ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც აღიქვამენ საჯარო მოხელეებს როგორც მათ პირად მსახურებს და როგორც მარიამ ლაშმა იმ დღეს ბრძანა, ის ალბათ თვლის და ალბათ შეერა ამისი, რომ საჯარო მოხელეები ხელფასს იღებენ ქართული ოცნებისგან. და არა სახელმწიფო ბიუჯეტისგან, რომელშიც ჩვენ ყველა ვიცავთ. დიახ, ანუ ესეთი აღქმა არის და სამწუხაროდ აი ამ აღქმის ამ კუთხით თუ შევხედავთ ჩვენ ყველაფერს, მაშინ შესაძლოა აი ეს გათავისუფლებები, ეს რეპრესიები სწორად გამოჩნდეს. თუ მათი თვალით თუ შევხედავთ, ხო ხდებით და გამართლებული აბარატვარი. რა თქმა უნდა და მაგრამ ლოგიკა ამაში არანაირი არ არის და სიღრმისეულად თუ სიღრმისეულად ჩაძიებაც არ ჭირდება ამ საკითხსრებლად, იმისთვის რომ დავინახოთ, რომ საჯარო მოხელეები არიან ის ადამიანები, ვის ზურგზეც რეალურად დგას საჯარო სამსახური კი არა, მთელი სახელმწიფო. ანუ ეს არის ხერხემალი ნებისმიერი სახელმწიფო. და მისი უწყვეტობა მთავრობების დროს არის მნიშვნელოვანი. დიდ ბრიტანეთში ახალი პრემიერ რო შედის დაუნინგ სტრიტზე, არაბის მოუვა აზრად, რომ მას ახალი სტაფი უნდა დახვდეს. ის შეგვიძლია დიდ ბრიტანეთს რაღაც არ ვიცი, ბალტიისპირეთს შევეტაროთ. დასაწყისისთვის თუმცა მაგალითად ვაუხდე ხა რა ძალიან კარგი მაგალითი მოიყვანეთ რეალურად. ჩვენ ვიცით, რომ ის მანკიერი პრაქტიკა საქართველოში არსებობდა სულ, როდესაც მაგალითად რომელიმე სამინისტროში მოდიოდა ახალი მინისტრი, ძირითად ფიგურებს ასე თუ ისე ათავისუფლებდნენ, რაღაცა ძირითადი სტაფი რჩებოდა, მაგრამ ძირითად ასე ვთქვათ თანამდებობის პირებს ათავისუფლებდნენ და მოყავდა თავისი გუნდი. ეს ხდებოდა რაღაცნაირად ესე შენიღბულად ადრე, თუმცა ყველამ ვიცოდით, ბუნებრივია, ეს ეხლა უკვე კანონმდებლობის დონეზე არის, ასე ვთქვათ, გამართული. კანონმდებლობაში პირდაპირ ჩაწერილი არის, რომ როდესაც ხელმძღვანელი იცვლება, დეპარტამენტების ხელმძღვანელები ასევე იცვლებიან და გადადიან ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაზე ყველა. ანუ ეს პროცესი გაამართლეს.